ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია უკვე შეუერთდა აქციას რუსთაველის გამზერზე. მათ უკვე დაამყარეს პირველი კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან და შეიძლება ითქვას, რომ დახვედრა იყო საკმაოდ ასე ვთქვათ, კარგი. ევროპარლამენტარებს შეხვდნენ შეძახილებით, რომ საქართველო არის ევროპა, რომ საქართველოს სჭირდება ევროპის მხარდაჭერა და ბუნებრივია ამან ძალიან სასიამოვნო განცდა დატოვა ევროპულ პოლიტიკოსებში. ისინი სურათებს იღებენ აქციის მონაწილეებთან, ესაუბრებიან მათ და ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მოусმინონ ხალხს და გააჟღერონ ის გზავნილები, რომელიც მათ ჩამოიტანეს საქართველოში. ბუნებრივია რთულია, რა თქმა უნდა, ყოველასთან გასაუბრება იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ადამიანია რუსთაველის გამზერზე, თუმცა ისინი ცდილობენ რიზიკ აკეთებაც შეუძლიათ, რადგან არ არის სცენა, რა თქმა უნდა და შერეულნი არიან ისინი ხალხში და ასე ამყარებენ კომუნიკაციას. ყოველთვის თელი დღის განმავლობაში ვუყვებოდით ჩვენ ტელევიზიის მაყურებელს, რისთვის ჩამოვიდნენ დელეგაცია ევროკავშირიდან, მათ სურთ რომ არჩევნების არაღიარება მოხდეს და ევროკავშირმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერილი პუნქტები შეასრულოს, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და დასანქცირდეს ოლიგარქიული რეჟიმი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და საქართველოს ევროკავშირის ნაცვლად მიაქანებს რუსეთისკენ და პირობას დებენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომ ისინი ზეწოლას გააძლიერებენ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე, არამედ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რათა მათი საუბარი გადაითარგმნოს ქმედებებში და ევროპელმა პოლიტიკოსებმა საუბრის ნაცვლად გაატარონ უმკაცრესი ზომები, რათა აიძულონ ივანიშვილის რეჟიმი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ გზას, სხვა გამოსავალს ევროპარლამენტის დელეგაცია ვერ ხედავს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ ტაში დაავაციებით ხვდებიან ევროპარლამენტარებს, აქციის მონაწილეები აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, აფრიალებენ საქართველოს დროშას და ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან ისინი ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ქართული დროშის გვერდით აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ისინი უნდა იყვნენ ევროპის ნაწილი და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ასეთია ვითარება რუსთაველის გამზერზე, გადადგილება უჭირთ ევროპულ პოლიტიკოსებს, რადგან ხალხი არის ძალიან ბევრი და თქვენ ახლა ხედავთ, რომ ევროპარლამენტარმა აიღო ხელში ევროკავშირის დროშა და ის აფრიალებს ამ დროშას ქართველი ხალხის დასანახად, სოლიდარობის ნიშნად, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და ძალიან ლამაზი სანახავია, რა თქმა უნდა, ის ახლა რაც რუსთაველის გამზერზე ხდება. ასეთია ვითარება პარლამენტის წინ ჩვენ მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგებრუნდებით. ინა, ეხლა უნდა მეკითხა სიტყვით გამოსვლას თუ აპირებენ თქო და უცებ გამახსენდა, რომ ჩვენ ვართ უპრეცედენტო აქციების მოწმე, სადაც არ დგას ტრიბუნა და არც სიტყვით გამოსვლებია.